Samsung-მა გამოუშვა Galaxy X-არი, ანუ headset-ი, რომელიც ხედავს, ისმენს და გპასუხობს. ალბათ ხვდებით, მოწყობილობა, რომელიც Apple Vision Pro-ს კონკურენტია. მე არ დავიწყებ ახლა Samsung Galaxy-s Apple Vision Pro-სთან შედარებას და არც იმის ახსნას დავიწყებ, საერთოდ გჭირდებათ თუ არა ეს მოწყობილობა. მე უბრალოდ ყურადღებას გავამახვილებ ამ ტექნოლოგიაში AI-ის მონაწილეობის შესახებ. რადგანაც ითვლება, რომ ეს არ არის უბრალოდ VR-ი, ეს არის შენი პირადი სამყარო, რომელსაც მართავს რევოლუციური AI. ეს მოწყობილობა მულტიმოდალურია, ბუნებრივად აღიქვამს შენს გარემოს, მზერას და ხმას. უბრალოდ შეხედე, ილაპარაკე და მიიღე სათანადო პასუხები რთული მენიუების გარეშე. მოდი სიმართლეს გეტყვით, სხვა მხრივ მონაცემების მიხედვით, თითქმის იგივე მონაცემები აქვს, შეიძლება ოდნავ სხვაობაა Apple Vision Pro-სთან შედარებით, თუმცა ორი მნიშვნელოვანი მომენტია, რაც მართლა უნდა აღინიშნოს ღირსებად Samsung-ის ამ შემთხვევაში. ერთი ის, რომ ჯდება ორჯერ უფრო იაფი, ანუ დაახლოებით $1800-მდე განსხვავებით Apple Vision Pro-სგან, რომელიც $3500-მდე ღირს, ხოლო მეორე ღირსება ზუსტად ეს ხელოვნური ინტელექტის ჩაშენებული მოდელია, ანუ Gemini Samsung Galaxy-s headset-ის შიგნით, რომელსაც გააჩნია მულტიმოდალურობა, როგორც წეგან აღვნიშნე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შეუძლია რამდენიმე ტიპის მონაცემის დამუშავება. ეს მოდალობებია პირველი Vision, ანუ მხედველობა, დაახლოებით 10-მდე კამერა გააჩნია, რომელიც სწავლობითაც AI აანალიზებს მომხმარებლის გარემო პირობებს, ობიექტებს მის გარშემო და იმას, თუ რას უყურებს კონკრეტულ მომენტში მომხმარებელი. შემდეგი მოდალობა აუდიო, headset-ში ჩაშენებულია მიკროფონი, რის საშუალებითაც AI აანალიზებს კონკრეტულ ბრძანებებს. და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ორი მოდალობის შერწყმით, ხედველობისა და სმენის შერწყმით ყალიბდება კონტექსტი, რისი მეშვეობითაც ხელოვნური ინტელექტი უკვე აანალიზებს არა მხოლოდ იმას, თუ რა თქვა მომხმარებელმა, არამედ იმას, თუ რასთან დაკავშირებით თქვა. ანუ უყურებს რაღაცას, მაგალითად ობიექტს მომხმარებელი და ამბობს რაღაცას. ამით ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს უკვე კონტექსტს, თუ რასთან დაკავშირებით, ან ვისთან დაკავშირებით ამბობს ამას, რასაც უყურებს. მოკლედ, ამით ეს ტექნოლოგია ქმნის უფრო ადამიანურ, ინტუიციურ ინტერფეისს. ვერ გეტყვით, რომ ეს რაღაცა საუკეთესო ხარისხისაა ჩემი დაკვირვებით და ჩემი შეფასებით, რასაც გავეცანი, ჯერჯერობით დასახვეწია ეს ტექნოლოგია, თუმცა ნამდვილად ინოვაციურია და ალბათ გარკვეულ ხანში ბევრად უფრო დაიხვეწება. ყოველ შემთხვევაში, ყველა გზა ამის დახვეწისკენ მიდის.